აფხაზეთიდან დევნილი მაიორის გიგა ავალიანის ექვსსულიან ოჯახს საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 20,000 ლარის იპოთეკური სესხი დაუფარა. შეგახსენებთ, რომ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე სამინისტრომ სულ 72 დევნილი ოჯახი დააფინანსა. 2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. პროექტის მესამე ეტაპზე ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვს საცხოვრებელი და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისთვის ფულადი დახმარება ერთ დევნილ ოჯახზე 20,000 ლარია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ავალიანების ოჯახს ესტუმრნენ. გიგა ავალიანის ოჯახმა რამდენიმე წლის წინ თბილისში გორის ქუჩაზე ოროთახიანი ბინა იპოთეკური სესხით შეიძინა. 33 წლის მაიორი საქართველოს სამხედრო ძალებში 17 წელია მსახურობს და ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. გავიგეთ, რომ ეს პროექტი იყო და ჩაუბარეთ საბუთები და დაგვეხმარა ლტოლვილთა სამინისტრო. ძალიან ხარებულები ვართ. ეს არის სახლი, რომელიც მან იყიდა, აქ ჯერ გირაოთი იყო, მერე იყიდა და ამ შემთხვევაში სამინისტრო დაეხმარა მას აი ამ ვალის გადახდაში, იპოთეკური სესხის გადახდაში 20,000 ლარის ფარგლებში 4 შვილი, მამა. 72 ადამიანს უკვე დაეხმარა სამინისტრო ამ იპოთეკური სესხების გადახდაში. ეს იყო 2 ეტაპი, მესამე ეტაპი უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 100-მდე იმ ადამიანების იმდევნილების რიცხვი, რომლებსაც სახელმწიფო დაეხმარა იპოთეკური სესხის დაფარვაში. ძალიან სასიხარულო დღე არის. გიგა ავალიანი ერთ-ერთი ნამდვილად სრულიად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ოფიცერია. ჩვენ 3 დღის წინ გავაცილეთ ის და მისი ბატალიონი ავღანეთში. ამჟამად კი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52 ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს. შემოგთავაზებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ სიუჟეტს აფხაზეთიდან დევნილ მაიორზე. დევნილი ვარ, 9 წელს ვიყავი ომი დაიწყო მაშინ. საერთოდ არ მქონდა აზრად, რომ მე სამხედრო გამოვიდოდი, მაშინ არც ფიქრობდი მაგაზე. ჩემი კუთხე დავკარგე, სახლი დავკარგე, მამა დავკარგე, ბიძა დავკარგე. შემდგომ მივიღე გადაწყვეტილება უკვე როცა ცოტა წამოვიზარდე და ჩამივიდე ჭკუაში, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებში აუცილებლად უნდა მემსახურო. მაიორი გიგა ავალიანი 17 წელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია. სამხედრო კარიერაში მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, კავკუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები, მედალი ლომგული და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი. ახლა ის და მისი ქვედანაყოფი ახალი მისიისთვის ემზადება. ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52 ბატალიონის მეთაურის რანგში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. 7 თვით მივდივართ ავღანეთში, ბაზა ბაგრამის სავიციო ბაზაზე, სადაც ამოცანა გვექნება ბაზა ბაგრამის უსაფრთხოება. ბატალიონის მეთაურის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გისწრია ამ მისიაში, იმიტომ რომ მეთაური ვალდებულება ყველა დეტალი გაანალიზოს. გიგა ავალიანს საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ნაყოფიერი გამოცდილება აქვს ერაყსა და ავღანეთში. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი ავღანეთში აისაფის ოპერაციის დროს გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის მიიღო. ქართული შეიარაღებული ძალები დიდ ცოდნას იძენს, დიდ გამოცდილებას იძენს, როგორც არაკონვენციურ ბრძოლებში და პირად შემოდგომა იწუხება მისთვის სპეციალური წვრთნებებს გადიან, ემზადება და შემდგომ უკვე პრაქტიკულად ღებულობს იქ გამოცდილება. მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხზეა საუბარი აქ და ამიტომ ჩვენს ვალდებულება რომ მივიღოთ ამ მისიაში მონაწილეობა. –33 წლის მაიორ ავალიანს მეუღლე და 4 შვილი ჰყავს. ავღანეთში მორიგი სამშვიდობო მისიით წასვლა ოჯახის წევრებისთვის რთულია, თუმცა სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მესამე დღის ავღანეთში. სუმარტო ვარ თითქმის, მაგრამ მიამაყება რომ ყავს სამხედრო ადამიანი გვერდით და ქვეყნის დედის პატრიოტი. ვახსენებ რომ ავღანეთში მივდივარ რაღაც უთხარი და გასული ყავი გვერდზე და დედამისი ეუბნება რა, კარგია მამა მიდისო და რატომ შვილო? იმიტომ რომ ჯარის ცხოვრებით ცხოვრობთ და რო წავალ მერეც რომ მოგეშვებო ჯარის ცხოვრებით და აღარ ვიცხოვრობთ და ბავშვა. ეს მისი თანამებრძოლი და მეგობარი მაიორი ირაკლი კალანდაძეა.
რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართველი ჯარისკაცების საიმედო მეთაურის ხელში არიან. მაიორ ავალიანს ბატალიონის მეთაურის პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ეს კაცი არის მისაბაძის სამხედრო, რომელმაც 17 წელი გაატარა, 39 წლის არის და 17 წელია, რაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ამ სამსახურის პერიოდში გამორჩეული იყო კურსანტობაშიც, ოფიცრობაშიც, სხვადასხვა ბრძოლებში, სხვადასხვა მისიებში. ჯარისკაცები არიან კარგი მეთაურის ხელში, კარგი ოფიცრების და სერჟანტების ხელში, რომლებიც აუცილებლად ზედმიწევნით უნდა შეასრულონ მეთაურის მოთხოვნა, მითითებები და ყველაფერი იქნება წარმატებით შესრულებული. რამდენიმე კვირაში მაიორი გიგა ავალიანის სამხედრო მუნდირს მოირგებს და მსოფლიო უსაფრთხოებას ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ავღანეთში დაიცავს. ასეთია მისი ჯარისკაცული ცხოვრება. მე ვერ წარმოვიდგინე ჯარის სიფით თუ რამე შემეძლება როდისმე, იმიტომ რომ იმ დონეზე მიყვარს ჯარი, შეერაღებული ძალები და იმ დონეზე მიყვარს ჩემი სამხედრო მოსახლეობის ჯარისკაცები, რომ ყველაფერი არის ჯარისკაცები, ჩემი ოჯახი არის.